შეიძლება იკითხოთ. კარგი, ამ გემებს არ შეეძლოთ მოძრაობა, მაგრამ სროლა ხომ შეეძლოთ. ბარბაროსამ ესეც წინასწარ გათხოვა. მან იცოდა, რომ თავისი საბრძოლო გალერები უფრო შორ მანძილზე ისროდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგის გალეონები, ამიტომ დადგა ისეთ მანძილზე, საიდანაც თავად მისწვებოდა მტრის გემებს, მაგრამ ისინი ვერაფრით უპასუხებდნენ. განწირულები ესროდნენ გალეონებიდან ქვემეხებს მოკავშირე ძალები, მაგრამ ყველა მათგანი უბრალოდ წყალში ცვიოდა. ეს ჰგავდა დაბმული ძაღლის ყეფას წინდგარი თავისუფალი კატის მისამართით. გალეონები ერთი მეორის მიყოლებით იძირებოდნენ. ზღვაზე კვამლისა და ცეცხლის ბურუსი იდგა. ევროპელები პანიკაში იყვნენ. მოაბრუნეთ გემი, მოაბრუნეთ! გვერდით ამხარე გაჰყვიროდა კაპიტანი, მაგრამ უზარმაზარი გალეონი ადგილიდან არ იზროდა. ისინი უყურებდნენ, როგორ უახლოვდებოდნენ ბარბაროსას გალერები მათ დაუწყო გემებს. ევროპელების 100 საუკეთესო გემი ტრულაილას ფულივით აორთქლდა.